was in better shape. I should have learned from the first time, but here I am again. Oh my love, where have you gone? All I want is your easy love. Oh my love, where have you gone? How I'm on that day I lost your easy love, and I want your easy love, and I miss your easy love. გავედი? არა, იქ მსვლოდები ჯერ, დაჭიქი. კიდე არ მოსულა? ვერ გავიგე, რამდენი ხანი შეიძლება პაციენტი ელოდოს ექიმს? ეთო, დაწყნარდი, 9-ზე იწყება შემოწმება. მარის დავპირდი დილით ადრე მოვალ მეთქი. ხო და დღეს მიხვალ. ხვალ ვეღარ ხო? ნუ მაიძულებ, როგორც პაციენტს ისე გელაპარაკო. ხო და ნუ მელაპარაკები, ისედაც ყველაფერი ვიცი. არა, ეთო, არაფერი არ იცი. ყოველი შემდეგი შეტევა უფრო რთული იქნება. ნუ მიყურებ ეგრე. დაელაპარაკე მარის და დაიწყე მკურნალობა. გვიანია. აი მე თუ მაგიჟებ, რა არის გვიანი? ველაპარაკე შენ ექიმს და მითხრა, რომ არაჩვეულებრივი შედეგი აქვს ექსპერიმენტზე. ნახე რა შენს ავტორიტეტი. რატომ არა? ძალიან ჭკვიანი ბიჭია. ნიკას ლექტორი იყო და მაგან წაიყვანა ორდინატურაში. და მაგიტოა კარგი ექიმი? აი მე თუ არა. გერმანიაში დაამთავრა სამედიცინო, მერე ჟენევაში გააკეთა ორდინატურა და იქვე დარჩა უდიდეს ონკოლოგიურ კლინიკაში. აი მაგიტო. ოჩახ მაგას თუ ეგრეა. ხო ეგრეა. ხო და ადექი ხან უჯიუტო. მე შემოყვები. გთხოვ. მოხდი, რა кай ხარო აქ ხარ? დილა მშვიდობის. მოკლედ საქმე რა შეიცი? მოგდევს ვინმე? არა. კაი, მაშინ დამშვიდი, დაწყნარდი და მითხარი რა მოხდა. ძალიან დიდი მადლობა გუში რომ გადამარჩინე. არაფრის. შემჭამდა. მე კიდევ კაი დღეს ანადრე მოვედი, თორე ისეთ ხასიათზე შემოვარ და აქ რო არ დავხვედროდი, ალბათ არ ვიცი, არ შემომიშვებდა. ცუდ ხასიათზეა? ნუ ეკალი როდეს მე თუ არის კარგ ხასიათზე, არ ვიცი. მაგრამ დღეს ყველაზე საშინელ ხასიათზე, რასაც შეიძლება რომ ადამიანი იყოს. კაი, გეყოფა რა. გამაჩუმე და შეხვდა შენ თვითონ ახალ. ათზე პაციენტი მყავს და მე შევა. რა გიშდი? ეგრევე შემოვიდესო, გამოფრთხილო. წამოდი ახლა. ონკონ ჩემ გაგდება საპირებს რა. საიდან მოიტანე? გრძნო. კაი რა. რა კაი რა, ისე საშილოდ მილაპარაკებოდა დღეს. დამშვიდი, არა მგონია რომ შენ გამოიყოს ცუდ ხასიათზე. აი შევა. შეიძლება? შემოდი. გუშინ გვიანობამდე გელოდე, დაგირეკე კიდეც, მაგრამ იცი ვნახე შენი ზარი, მაგრამ ისეთ ხასიათზე ვიყავი, რომ ლაპარაკის თავიც არ მქონდა. შეხვედრაზე მოხდა რამე? საქმეც იმაში, რომ არაფერს არ მოხდა. საერთოდ არ მობრძანდა ის ვაჟბატონი იქ. ასე მაყურყულდა 2 საათი და მოსვლაც არ იკადრა, დარეკა მერე. ვეღარ შემოვდივარ ამ ბიზნესში. რა სამბო? აი საზიზღარი. არა გესმის შენ ეს რა გამიგეთ, გესმის შენ. არა კიდევ კარგი იმ ოფისის მეპატრონესთან მაინც არ გავაპრომე ეს ხელშეკრულება. და აპარატურა? რას ვიზავ, რაც გამოწერილი, იმას ვერაფერს ვერ უზა. იქნებ სხვა ნახო. კარგი რა. ვინ ჩადებს ახლა $60,000 ამ საქმეში? მე ყოველ შემთხვევაში ეგეთი ნაცნობები აღარ მაქვს. ანუ მორჩა ახალი ფილიალები და კარგი ცხოვრება დამთავრდა. ეგ მინდოდა მოკლედ ჩემთვის მეთქვა რა.
არა უშავს. რასაც ვაკეთებ, ეგ საქმეც მიყვარს, ამიტომ. სწორედ ამიტომ მინდოდა შენი დაწინაურება. უკაცრავად, მაგრამ პაციენტი გელოდება. მიდი მიხედე. პაციენტები მაინც არ დავყარები. ვახში გენაცვალე რა. არა რა, მეტი უნდა გამერისკა რა. მიადას გაუმო. ეგარის. გარი? მოვიგე ბიჭო. 27 ლარი მოვიგე. მაგარი ამ ფოვიყოფილან დილო უთენია. აი გამოვიცვლი გამოვა. მიდი აქ იქნები. აზრზე ხარ ფული არ მქონა და 2 ლარი დავდე. წარმოგიდგენია 5 ლარი რო დამედო რამდენს მოვიგებ. რაშვებით გოგოებო. კობარ არის? კი, ოთახშია იცვლის. გამოვდივარ. ჰა. ანუ არ შემოვიდა შიშველი, ხარ? რაი, ცეცხლი მიკიდია. კი, სიყვარულის ცეცხლი მიკიდია და მკლავს. ჯიგარი ხარცმა. ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ჩემზე მაგარი იქნება. ვა, როდის დამწესდა ეგ ამბავი? დღეს. დაარწი. შეკვეთა ჩვენია. რა შეკვეთა? რა უქენი იმ ტიპს გამაგებინე რა დილიდან დამირეკა გაგიჟებული იყო. ან ეგ ბიჭი აკეთებს ჩემს სასტუმროსო, ან საერთოდ არ გავაღებო რა შოქში არის. ვინ ბიჭი, შენ რო გამოვა შვილში? არაფერი არ გამოვაო მაგის გამო. ეგ არის. აუ, ისეთი მაგარი პრეზენტაცია გაუკეთა, კინოსავით უყურებდი თვალი არ დამიხამხამებია. ძალიან კაი. შეკვეთა გვაქვს? მენეჯერი ყავს? ზვიადაც აქაა რა. არ არსებობს. მე მაგის თავი არ ვარ. შესყიდვა, გაყიდვა, მომარაგება, კაი. გადაწყვეტილია რა, გადაწყვეტილია. თან რა უნდა 5 წუთის საქმეა რა. შენ რო გააკეთო? არა. გითხარი გადაწყვეტილი არ ცალია მაგისთვის. მე შენთან ვარ ძმაო. შენ ეს პატარა ძალა ხო არ გონი? ჰა, ეხლა რაღაც ვდგავართ, ხინკალი, ხაჭო, ქაბაბი, ჰა? აუ, დიდი სიამოვნებით, მაგრამ მე არ ცალია რა. ის ნაბიჭვარი გუში მთელი დღე ტელეფონზე არ პასუხობდა რა. აუ, დგას და მემესიჯება ტიპი. წამოყვები რა მაგასთან რა. არა, მიხედე შენ აქ. საქმეს. იქვე სადმე ვიდგები. არა, ბიჭო, საუბრად კი არ მივდივარ რა. თან ხვალიდან ვიწყებთ რა უკვე რა. მიდი, დაიწყე შენ. დაეგე. აზუიათ. შენ მენეჯერის მოადგილე იქნე. და აბა შენიცი რა. წავედი გოგოებო. მენეჯერის მოადგილე? დედიკო, რაღაც დაღლილი სახე გაქვს. გინდა ფანტასტიკური ნიღაბს მოგიმზადებ, არაჟნით და ალოეს წვენით. ოდეგი ხვეწები რა, ძალიან მეზარება ხა რაღაცების შეზღვა სახეზე რა. 2 წუთი რაც ამოვედი, ცოტა სამოვისუნქებ რა. აი ტიპიური ქალაქის მაცხოვრებლის სახე გაქვს რა. ეს ნაცრისფერი კანი, ამოღამებული უპეები, არა ხომ ვამბობ ამ თბილისში ცხოვრება აღარ შეიძლება, მაგრამ ვინ გიჯერებს? მე მიყვარს თბილისი. ზედა თბილისი მეც მიყვარს. 2 საათით ნონასთან უჩავდივარ და გოგოებს ნახულობ. აი გეფიცები აქ რა ამოვედი, თითქოს თავიდან დავიბადე რა. სულ სხვა გარემოა, ჰაერი, სუნთქა, სხვათა შორის იოგასაც ვაკეთებ. ძალიან მიხარია რომ კარგად ხარ დედა. მართლა. აი ხო გახსოვს როგორ მინდოდა ყვავილების მოშენება და ქალაქში ამის საშუალება არ მქონდა. ნუ ეს რიტმი, ეს გამონაბოლქვი. ეხლა აქ მაქვს ჩემი სახელოსნო, რასაც მინდა იმას ვაკეთებ. სცენარების მოშენებას დავიწყე. წამოდი განახე. არა, გიხვეწები რა ხა ვერ წამოვალ ვერსად, ძალიან დაღლილი ვარ მართლა. მირჩევნია შენი სამკაულები მან ნახე რა, ბევრი გექნება ახალი. ბევრი მქონდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენ როგორ იყიდება. დავდებ თუ არა გვერდზე, მაშინვე ამოდიან და ყიდულობენ. რა გიწვია ბიზნესი რა კიდე? მამიწვია ხო, ცოტა მეტი აღფრთოვანებით შეგეძლო გეთქვა. დიახაც ავაწყე. სხვათა შორის ჩემი ერთი ესტონელი მეგობარი მპირდება. ფრანგ დიზაინერს ვაჩვენებ შენ სამკაულებს. აი მართლა რა მაგარია? ხო, მე ნახავ როგორ ივლიან მთელი ფრანგი კინოვარსკვლავები ჩემს სამკაულებში. იქნება ამასობაში შენს დამდო პატივი და რამე გაიკეთო. არა, ხო იცი რომ დედა ვერ ვიკეთებ რა ეს რაღაცებს, რა ჩემი არ არის. თუ ძალამაზია. დედა ეს ხომ არ არის სტანდარტული სამკაული რა. აი აქ ყველა ქვას თავისი გატვირთვა აქვს. ზოგი სიყვარულის ქვა, ზოგი სიმდიდრის, ზოგიც არის ხასიათზე მოსაყვანი ქვა.
გინდა საღამოს სამანჯური ერთად გავაკეთოთ. კაი, თუ გინდა გავაკეთოთ. აი, შენ დაღლილი ხარ. დაისვენე ახლა მე წავალ ბაღში. ჩემს გოგოებს დაველაპარაკები. ვინ გოგოებს? ყვავილებს. არ იცოდი რომ ყვავილებს მოფერება და ლაპარაკი უყვართ? არა, არ ვიცოდი. კაი, მადლობა და. შეიძლება? კი, მოგზადე. შედი. უშენ მოვითხოვე თქვენი დამატებითი ანალიზის პასუხები და აი ახლა სწორედ ამას ვეცნობოდი, ვაპირებდი მე თქვენთან გამოსვლას. როგორ ხართ? უკეთ. როგორ არის საქმე? მე არ მიჯერებს და თქვენ მაინც უთხარით. რა უთხრა ის, რომ ანალიზის პასუხები გაცილებით უკეთესია ვიდრე ველოდი? მე რას ამბობთ? რას ნიშნავს ეს? მარტივად რომ გითხრათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი გეუბნებათ. მე ვიბრძი და ცოტა თქვენს დამეხმარეთო. და რომ მითხრეს ვერ წაეხმარებიო? ამას არ გეტყობენ. მაგრამ თუ კი ასე გითხრეს, მაშინ დამიჯერეთ. ეს ტყუილია და თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ. არ მინდა ექსპერიმენტული მკურნალობა. ნუ დავარქვევთ ექსპერიმენტულ თქვენი ნება. სამთოში მაინც შეიცვლის ეს სახელს. თქვენ იცით რამდენ პროცენტზე ავიდა გამოჯამრთელების მაჩვენებელი? 30%-ზე. სრული რემისია 50%-ზე. ახლა თქვენ რაც გენებოთ ის დაარქვით, მაგრამ გარწმუნებთ. მკურნალობის აი ეს მეთოდი მუშაობს. საოცრება გესმისეთო? სრული გარღვევა ონკოლოგიაში წერენ უკვე ამას. აბარა. არა, ცხადია ახლა ბოლო-ბოლოს თქვენი არჩევანია. არსებობენ პაციენტები, ვისაც ეზარება ან სულაც არ უნდა სიცოცხლისთვის ბრძოლა. რას ნიშნავს არ უნდა? ეთო ხა არ გამაფრენინო იცოდე. მთელი ცხოვრება ბავშვებისთვის აკეთებ ყველაფერს და ახლა ნებდები? არის კიდევ სხვა პრობლემებიც არანაკლები, ფინანსები. არა, აქ სწორედ პრობლემა არ გვექნება. კარგით, მაშინ პირდაპირ გეტყვით. მკურნალობის სრული კურსი ჩდება დაახლოებით $50,000-60,000 დოზებისა და რაოდენობის გათვალისწინებით. ხო, იქაც ასე მითხრეს. თუმცა ფულის გამო არ მithქვამს უარი. მაშინ. ნუ ახლა ხო